გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები განცხადებას ავრცელებენ. მიმართვა 15 წლის მოზარდის გივიკო გიგოლაშვილის დაღუპვის ფაქტს ეხება, რომელიც სოციალურ ქსელში თეონა შატაკიშვილმა გამოაქვეყნა. მან თრიალეთთან სატელეფონო ინტერვიუშიც ისაუბრა და თქვა, რომ გამოძიება მკვლელობის ფაქტის დამალვას ცდილობს. გორში 15 წლის მოზარდის ცხედარი ქალაქის ცენტრში, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ეზოში ნახეს. გახსენებათ, რომ ყველა მოცით რომ გივიკო ესე 15 წლის ასაკში სასტიკად მოკლეს, მაგრამ როგორც პოლიციაში რომ მიდიან, ეუბნებიან მამას, რომ არის თვითმკვლელობის მუხლით აღძრული, იმიტომ რომ თვითმკვლელობა არისო, მაგრამ ეს არის ყველაფერზე საშინელი სიცრუე, იმიტომ რომ ბავშვს ძალიან მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა უკან ბეჭის არეში, ხარზე და ყელზე და რა ვიცი და ჩვენი გივიკოს კლასის მშობლები, თვითონ სადგურის მაცხოვრებლები, ანუ უმრავლესობაზე მე ყველაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც გივიკოზე გული შესტკივა და ვისაც გვინდა, რომ გივიკოს სიკვდილისთვის სამართლიანობა აუცილებლად იზეიმოს რა, იმიტომ რომ ესე სხვის შვილებს სიცოცხლე არ უნდა მოუსწრაფოს. თან ვიცი რომ ძალიან ბევრნი იყვნენ, რამოდენიმე ბავშვი მაინც იყო, ვინც ასე გაიმეტეს გივიკო და ეგ არ ვიცით ზუსტად მაგას ვერ ვიგებთ რატომ რისთვის ამბობენ რომ კამერები არ არის რომ სხვები დაინახონ რა ანუ ჩანს რომ მარტო გივიკო შევიდა და დამთავრდა მაგრამ იმ ადგილს აქვს კიდე სხვადასხვა შესასვლელები საიდანაც შეიძლებოდა ვიღაცა ჩასაფრებოდა და ჩვეულებრივ გამოესალმა სიცოცხლეს როგორც გივიკო მოგვიკლეს და აი ამაზე რა ვიცი თვალის დახუჭვა არ შეიძლება და ზუსტად ეგ არის რომ პოლიციამაც და თვითონ სახელმწიფომაც უნდა აუცილებლად ყველა ხერხს მიმართო რომ ეს ადამიანები გარეთ არ იყვნენ იმიტომ რომ შემდეგი ვისი შვილი იქნება და როგორ იქნება ეგ არავინ არ ვიცით საკითხთან დაკავშირებით თრიალეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა პრესამსახურში განაცხადეს, რომ საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება კვლავ სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.